მოგესალმებით. მოგიკითხავთ ყოველს დიდი სიყვარულით. ერთ-ერთმა გამომწერმა მთხოვა, რომ გამეკეთებინა ნოემბრის თვის პროგნოზი. როგორც იცით, მე არ მჩვევია თვის პროგნოზების კეთება, არც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, მაინც არ მიყვარს, მაგრამ ეხლა მთხოვეთ და თქვენი აზრით ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. ამიტომ შეგისრულებთ ამ თხოვნას, უბრალოდ გავაკეთებ ორ ვარიანტზე, რომ უფრო სამართლიანი იყოს ეს გაშლა სხვა გამომწერებთან მიმართებაშიც, ხო? ჩემთვის როგორც სასწორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობა და ზომიერება და ბალანსი და ასე შემდეგ. კარგი. დავიწყოთ. ნოემბრის თვის პროგნოზი. პირველი ვარიანტისთვის და მეორე ვარიანტისთვის. პირველი ვარიანტისთვის იყოს მთის ბროლი. ხედავთ ხო? კი, პრინციპში ხედავთ ხო? ინვესტიციები გჭირია და არ ჩანს. ეს იყოს მეორე ვარიანტისთვის. ჩაიფიქრეთ ერთ-ერთი. ცოტა კაცად გამოჩნდება ახლა პირველი და მეორე. მე დავიწყებ ახლა პირველ ვარიანტთან გავარკვევთ თქვენი ნოემბრის თვის პროგნოზი. დავსვათ ესეთ შეკითხვები. პირველ ვარიანტთან. კი ბატონო, ზოგადად ნოემბრის თვე თქვენთვის იქნება მე ვიტყოდი რომ პოზიტიური, აქ რაღაც ესეთი ნეგატიურ რაღაც ესეთ პროცესებს ნამდვილად ვერ ვხედავ. იმიტომ რომ აქ ჩანს ის რომ თქვენ რაღაც ენერგეტიკული გაახლების პერიოდი გიდგათ. მე ვფიქრობ რომ რაღაც აი ძალების აღდგენის დამიწების გარკვეულწილად დამიწება ცოტა ჭირს ქართულში, მაგრამ სინამდვილეში ვგულისხმობ იმას რომ კარგი კონტექსტით ვამბობ. იმას რომ რაღაცა უფრო მატერიალურ სამყაროში გადმოიტანთ იმ კოსმიურ ენერგიას, რაც ჩვენ რეალურად სასოცხლო ძალებს და ენერგიას გვაძლევს თუნდაც, უფრო მგონია რომ აი ქვედა ჩაკრებს აბალანსებთ ამ გაშლაში, ხა ამ ვარიანტში და რას ვგულისხმობ ხა ამაში. ჯანმრთელობის კუთხით ესეთ დარგით კარგად უნდა იყოთ ეს პერიოდი. ნამდვილად არ მგონია რაღაც ესეთი დიდი ჯანმრთელობის პრობლემები. ერთადერთი ახლა რაც მე თვალში მხვდება, ეს არის სასუნთქ გზებთან დაკავშირებული რაღაცა პატარა პრობლემა. არ ვიცი, ასაკოვან ადამიანებს ფილტვების ანთება და რაღაც ესეთები არ მოგიწიოთ შემთხვევით ვინმეს. ძირითადად ერთ-ერთი მოდის ეს სუნთქვა, ფილტვები, ბრონხიტი, ასთმა. ერთადერთი ეს. სხვა მხრივ აქ არანაირი დარღვევა არ ჩანს თქვენს ჯანმრთელობაში. ფინანსებში მგონია რომ რაღაც დასტაბილურდებით და რაღაცას ამყარებთ თქვენს ფინანსურ და კარიერულ ასპექტებში. ეხლა რო გითხრათ რომ ეს მაინც რაღაცა დიდი ფინანსების შემოსვლის არკანია თქო არ არის ეგრე ნამდვილად არ მოგატყუებთ, მაგრამ აქ ჩანს რომ რაღაცას ძალიან ამყარებთ, ასტაბილურებთ, თქვენს პოზიციებს აძლიერებთ ამ თქვენს ფინანსურ და კარიერულ საკითხებში, ხო? აი თუ მაგალითად რაღაც სამსახურში ხართ და რაღაცა პრობლემა გქონდათ, ხო? შეიძლება თქვენი პოზიციები დაიცვათ ისე რომ სიტუაციები თქვენ სასიკეთოდ წარიმართოს. ან თუ ბიზნესი გაქვთ კერძო, რაღაცა ნებისმიერ სიტუაციაში თქვენი პოზიციების გაძლიერება და გამყარება ჩანს თქვენს ფინანსებში. უშუალოდ რაღაც ესეთი ახალი ფინანსური ნაკადის შემოსვლა არა, მაგრამ თუმცა ყოველ შემთხვევაში აქ რაღაც ესეთი ნეგატიური პასუხი ნამდვილად არ არის და რაღაცა ან ფინანსური ბლოკი ან რაღაცა ეგეთი ნამდვილად არ ჩანს. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, პირად ურთიერთობებში თუ ვინმე ყავს წარსულში მოტოვებული, შეიძლება მასზე ფიქრობდეთ. ან მოიცადეთ ჩავეკითხოთ უფრო, რატო ამოვიდა ეს წარსული. საერთოდ ჩემ გაშლებში აი ძალიან ხშირად არის ხოლმე წარსული
წარსულის პარტნიორები და მეც გაშლები ეგრე მიწევს ხოლმე. ხო, ანუ რა გავაკეთო ხა? ვიღაცას შეიძლება უნდოდეს თქვენი წარსულიდან დაბრუნება, კი? ვიღაცა ისეთი, ვისაც უნდა თქვენთან შერიგება, ურთიერთობის აღდგენა, კიდევ ერთი შანსის მიღება თქვენგან. და ნუ რაღაცა თქვენ უფრო რაღაცა ფიქრის პროცესში ხართ, გადაფასების პროცესში ხართ, გიღირთ თუ არ გიღირთ, გინდა თუ არ გინდათ ეს ურთიერთობა. და ასე შემდეგ რა, ძირითადად თქვენს პირადში უფრო წარსულის ადამიანი იკვეთება, რომელიც მართლა გულწრფელი ემოციებით მოდის, უფრო მეტი პატივისცემით, უფრო მეტი დაფასებით, თითქოს რაღაცა თქვენი ფასი გაიგო ამ ადამიანმა და რაღაცა ესეთი განწყობით მოდის. ეხლა მიიღებთ თუ არ მიიღებთ, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია. საინტერესო იყო პირველი ვარიანტი, მოვფიქრობ. კომენტარებში და ლაიქებში გელოდებით, როგორც ყოველთვის. თუ იმას გამოწერილი არ გაქვთ, ჩემი არხი გამოიწერეთ, უფრო ხშირად შეგხვდეთ ხოლმე ვიდეოები და ახლა გადავალ მეორე ვარიანტზე, ვით ჩაიფიქრეთ სელენიტი. თქვენთან რა ხდება? შვენიერი. რა ხდება ახლა თქვენთან და ძალიან ბევრი ჰაერია პირველ და მეორე ვარიანტში. აი ჰაერი და ხმლები, ძალიან აქტიურია ახლა. ნუ ზოგადად თქვენი ფონი იქნება ის, რომ რაღაც სხვათა შორის შეიძლება რამე ახალს სწავლობდეთ. ან რაღაცა ახალი მნიშვნელოვანი ამბავი გაიგოთ. ისეთი რაც თქვენს გულსა და სულს დაამშვიდებს, ასე ვიტყოდი. მთლიანობაში თქვენი ენერგია არის საკმაოდ აქტიური, საკმაოდ მიზანდასახული ხართ, საკმაოდ შემართებული. ჯანმრთელობის კუთხითაც ყველაფერი ძალიან მოცირეგებული და ძალიან დალაგებული და ჯანმრთელობაზე ბევრს არაფერს არ გიტყვით, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან დალაგებულია და რატო ჩავეკრიკიტოთ იქ, სადაც პრობლემა არ არის. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს, რატომღაც მგონია, რომ შეიძლება სახლიდან მუშაობდეთ, შეიძლება ისეთი საქმიანობა გქონდეთ, რომ მაგალითად ან ონლაინ მუშაობდეთ, ან სახლში ამზადებდეთ რაღაცა ნივთებს და მოკლედ, აი სახლი არის ძალიან კავშირში თქვენს ფინანსებთან. ან შეიძლება თქვენი რომელიღაცა ოჯახის წევრი გიწევდეთ ფინანსურ დახმარებას, ან თქვენ უზრუნველყოფდეთ თქვენს ოჯახს. მოკლედ, ეს თქვენი ფინანსები და სახლი არის ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებული რა. ან შეიძლება ისიც გათამაშდეს, რომ თქვენ რომ მუშაობთ, შეიძლება რომელიღაცა თქვენს ოჯახის წევრს ნათესავს დასჭირდეს რაღაცა ფულის სესხება მათ შორის და შეიძლება თქვენ აიღოთ მასზე პასუხისმგებლობა. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს რაღაცა ოჯახი, ნათესაობა, სახლი არის პირდაპირ დაკავშირებული თქვენ ფინანსებთან. და ნუ რაღაცა ნორმალურად რა, ახლა აქ ეხა რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, ნამდვილად არ მგონია რომ იყოს ერთადერთი თუ რამე ახალს აპირებთ, აქ შეიძლება იყოს კარგი კომუნიკაციის დამყარება ისეთ ადამიანებთან, რომლებიც შემდგომში თქვენს საქმეს, თქვენს ფინანსებსა და თქვათ ბიზნესს გაუმჯობესებს, რომ თქვათ შემდგომში მე შეიძლება დღეს რო შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ ნუ ხვალდაზე უკეთესი თქვათ სამსახურის და საქმიანობის პერსპექტივა რო გამოჩნდეს. ან შეიძლება იყოს ის ვარიანტიც, რომ აი ვიღაცა თქვენი ახლობელი მოვიდეს და გითხრას, რომ ნახე, ესეთი ვაკანსიაა და მე ვფიქრობ შენ ეს მოგეწონება. რაც შეეხება თქვენს პირად ურთიერთობებს, ნუ აქ პირად ურთიერთობებში პაჟია პენტაკლების, რაც ნიშნავს დროში გაწელილ პროცესებს, რაღაცა დინჯ და აუღელვებელ ნაბიჯებს და მოქმედებებს, თუ უკვე ყავთ პარტნიორი, მაშინ სადაც რაღაცა სტაბილურად და მშვიდად იქნებით მასთან და რაღაც ესეთი ნიშნულოვნად თქვა თქვენი სტატუსის შეცვლა ან რაღაც ესეთი არ არის.
მაგრამ ნუ რაღაცა წყნარად ხართ, მშვიდად ხართ თქვენს ურთიერთობაში და თუ არ ხართ ამ მომენტისთვის ჯერ არავისთან ურთიერთობაში, მაშინ ვინმე ესეთი პენტაკლების პაჟის ენერგიით შემოდის თქვენ ცხოვრებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ ეს ადამიანი მოვა თქვენს ცხოვრებაში, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს, კარგად აწონ-დაწონის სიტუაციას, რომ მოვიდეს, თქვათ, როგორ დაგელაპარაკოთ, რა შემოგთავაზოთ, რა გითხრათ და ასე შემდეგ. ანუ დაფიქრებულად შემოდის ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. ჩემო ლამაზებო და ყოჩაღებო, ეს იყო მეორე ვარიანტთანაც და უბრალოდ დაგემშვიდობათ. გელოდებით ყველას კომენტარებში, ლაიქებში უკავშირისთვის, გამომწერები, ვთქვათ, ვინც ახლები მიყურებთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, რათა უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს მისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციები, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს, და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი უკავშირი. და პრინციპში თქვენთვისაც, იმიტომ რომ რაც უფრო აქტიურობთ, უფრო მეტი мотиваცია მაქვს და უფრო მეტ ვიდეოებსაც გიდებთ ხოლმე. კარგით, ახლა დაგემშვიდობებით, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.